გამარჯობა, მე გახლავართ ექიმ გია ჩალათაშვილი. გუშინ სოციალურ ქსელებში ამ ფორმით ჩემი გამოჩენის შემდეგ ბევრმა ადამიანმა გამოხატა თავისი სითბო, თავისი ყურადღება და თავისი სიყვარული ჩემს მიმართ, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ მადლობას მდობისთვის. როგორც დაგვირდით, ჩემი შემდგომი რგოლები იქნება ჩაწერილი თქვენი შეკითხვების მიხედვით და ამიტომ ბევრი დრო რომ არ დავკარგოთ, პირდაპირ გადავალ საქმეზე. გია ექიმო, მაქვს ნაღლის ბურსზე ნაოჭი და საშიში არის თუ არ არის. ყოველდღიურად მოდის უამრავი ადამიანი ჩემთან დიაგნოსტირებაზე და იწყება პირველი იწყებენ ამითი, რომ ექიმო მაწუხებს ნაღველა. ეხლა როგორ გავიგოთ ჩვენ მართლა გვაწუხებს ნაღველა თუ არ გვაწუხებს ნაღველა? რამე ნაკეცი შეიძლება წარმოადგენდეს საფრთხეს თუ არ წარმოადგენდეს? ძალიან ხშირად მინდა გითხრათ, რომ მთელი ცხოვრება თითქმის აი ადამიანი გახდება 60 წლის, 65 წლის არ არის ნავყოფი ექიმთან და მას გონია მთელი ცხოვრება, რომ აწუხებს ნაღველა. იმიტომ რომ როდისღაც რომელიღაცა ექიმმა მარჯვენა ფერთქვეშა ტკივილის გამო უთხრა, რომ მას აწუხებს ნაღველა. ამ დროს მარჯვენა ფერთქვეშ მდებარეობს კიდევ სხვა ორგანოები, რის დაზიანებამაც შესაძლოა გამოიწვიოს ანალოგიური ტიპის ტკივილი. მოდი ჯერ დავიწყოთ ნაკეცით. ნაკეცი ნაღლის ბურსზე. რა შეიძლება გამოიწვიოს ნაკეცი? ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ნაღლის ბუშტი ეს ნორმალური ფორმა არის მსხლისებრი ფორმა. ანუ დაახლოებით წააგავს მსხალს. ნორმალური ფორმის ნაღლის ბუშტის რამოდენიმე ვარიანტი არსებობს. არის მსხლისებრი ფორმის ნაღლის ბუშტი, არის ბუმერანგის ფორმის ნაღლის ბუშტი, არის ზეტისებრი ფორმის ნაღლის ბუშტი და ასე შემდეგ. ანუ თავისებური დაბადებიდან შეიძლება იყოს ნორმალური ნაღლის ბუშტი. მისი მოცულობა საშუალოდ არის სადღაც 25-30 მილილიტრი, თუმცა ნორმაში შესაძლოა აღემატებოდეს ცოტათი 30 მილilitrს და შესაძლოა იყოს 25 მილilitrზე ქვევით. ან 20 მილilitrზე ქვევით. ანუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნაღლის ბუშტი არის დაავადება. ნაღლის ბუშტი სტკივა ადამიანს და ითვლება დაავადებულად მხოლოდ მაშინ, როცა მის ღრუში არის კონკრემენტები, არის ანთებების გამოწვეული შერეული ტიპის მასა, არაჰომოგენურ მასას ვეძახით, საგოზავისებრ მასას ვეძახით, არის პოლიპები, არის ნაღლის ბუშტის ემპიემა, ანუ წვავი ანთება. ეს ყველაფერი ულტრაბგერით სემიოტიკით ძალიან დიდ ნაწილში და ძალიან მაღალი პროცენტით კარგად ჩანს. თუ არ არის პოლიპი, თუ არ არის კენჭი და ზემოთ ჩამოთვლილი დანარჩენი, მაშინ თქვენ გაქვთ ჯანმრთელი ნაღლის ბუშტი, უბრალოდ თან დაყოლილი თავისებურებით და მეტი არაფერი. ერთ-ერთი აუცილებელი პირობა იმისა კიდევ, რომ ნაღლის ბუშტი ჩაითვალოს დაავადებულად არის ის, რომ ნაღლის ბუშტში უნდა იყოს შეგუბებითი პროცესი. თუ არ არის ნაღლის ბუშტში ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გარდა კიდევ შეგუბებითი პროცესი, ეს ნაღლის ბუშტი არის ნორმალური ნაღლის ბუშტი და ტყუილად ჩვენ აქცენტი ნაღლის ბუშტზე არ უნდა გავაკეთოთ. იმიტომ ნაღლის ბუშტზე აქცენტის გაკეთებით, შეცდომით გაკეთებით, შეიძლება ჩვენ გამოგვეპაროს სხვა რაიმე დაავადება. ისეთი, რომელიც არის 12 გოჯას წყლოვანი დაავადება, ეროზიები, გასტრიტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თქვენი ნაღლის ბუშტის ნაოჭი შეიძლება უკავშირდებოდეს ძალიან მაღალი ალბათობით თქვენი ნაღლის ბუშტის თავისებურებას.